გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ამ ეპიზოდში წარმოგიდგენთ ბატონ თამაზ ინაიშვილს, თადარიგის პოლკოვნიკს, დაზვერვის მიმართულებით და ძალიან საინტერესო თემაზე გვინდა ვისაუბროთ. ბატონმა თამაზმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დაასრულა მუშაობა ძალიან საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოების ახალ ქოლგას და მის ახალ კონფიგურაციას. სწორედ ამ თემაზე მინდა დღეს ვისაუბროთ ბატონ თამასთან, რას წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ახალი კონფიგურაცია, თქვენეული ხედვა როგორია, ის ალგორითმები, რაზეც თქვენი მუშავეთ და რა პერსპექტივას იძლევა. მოდი აი ამ ზოგადად ამ ყველაფერზე დავიწყოთ ყველაფრით საუბარი, თუმცა დავიწყოთ ბოლოდან ასე ვთქვათ, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი და აი რა სიახლესთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით, ჩემო გიორგი, მივესალმები მაყურებელს, წყინვალიშვიდეულია და ქრისტეს აღდგომას მოგილოცავთ ყველას. დიდი ხანია ამ თემაზე მინდოდა, ასე ვთქვათ, ნაშრომი შემექმნა და დავასრულე სულ რამდენიმე დღის წინათ. ძველი მსოფლიო დასასრულს უახლოვდება. ეს არის პარადიგმა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მოლოდინში ვართ, ეს მეოთხე წესრიგი იქნება უკვე 1919 წლის შემდგომ და ხედავთ ერთ რაღაცას, რომ მსოფლიო არქიტექტურა იშლება, ძველი არქიტექტურა რაც არის და ახლის აღმოცენების, ასე ვთქვათ, დასაწყისში ვდგევართ. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე კადენციის პირველი დღიდანვე დაწყებული ცალსახად გამოჩნდა, რომ ევროპა ცალკე უნდა წავიდეს. არა იმ გაგებით, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, არასასურველი ორგანიზმი იქნება. არამედ მან საკუთარი უსაფრთხოება და საკუთარი ქოლგა მეტნაკლებად დამოუკიდებლად უნდა ჩამოაყალიბოს. ნატოს ფორმატი, აი ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს ფორმატი აღმოჩნდა, რომ სრულად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროპამ დამოუკიდებლად ნატოს ფორმატში საკუთარი უსაფრთხოება მეტნაკლებად შექმნას. თავისთავად ნატოს კანონმდებლობაში ეს ჩადებული ნატოს წევრი სახელმწიფოები და მხოლოდ 33 სახელმწიფო არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის საფრანგეთი და ეს არის თურქეთი, რომლებსაც ყავთ მეტნაკლებად თვითკმარი შეიარაღებული ძალები. ანუ ჯარის ყველა სახეობა ასე თუ ისე განვითარებულია და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რა ამოცანებიც მათ აქვს. ყველა დანარჩენ სახელმწიფოებს აქვს, ასე ვთქვათ, თემატური მიმართულებები საკუთარ არმიაში აღებული, როდესაც ერთიანი ნატოს ჯარი იქნება. მაგალითად, ბულგარელებს ეს არის, ასე ვთქვათ, სამედიცინო უზრუნველყოფა, ლუქსემბურგს მაგალითად კავშირგამოვლობის უზრუნველყოფა და ასე შემდგომ. და აღმოჩნდა, რომ ევროპა ძალიან მოწყვლადი და ძალიან სუსტია უსაფრთხოების თვალსაზრისით. უკრაინა, რუსეთის ომმა ძალიან კარგად გამოაჩინა. ეკონომიკური თვალსაზრისითაც გამოჩნდა, რომ ძალიან დიდი და ბევრი პრობლემები შეექმნა ევროკავშირს. აი ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ეს ომი პრაქტიკულად აღმოჩნდა ძველი სამყაროს, ანუ ძველი წესრიგის დასამარების მექანიზმი. აღარ არსებობს ის 90 წელს შექმნილი ეგრეთ წოდებული მსოფლიო პოლიტიკური თამაშის წესები დამთავრდა და ახალი უნდა შეიქმნას. პრაგმატიკა და პოლიტიკური პარადიგმები, რომელიც ეხლა რეალებს მთელ მსოფლიოში, აჩვენებს, რომ ევროპამ ცალკეული თვითკმარი სივრცე უნდა შექმნას და მე აი ამ მოდელზე ვმუშაობდი, რა შეიძლება ერთ-ერთი ალგორითმი ყოფილიყოს ახალი ქოლგისა, ახალი უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო უსაფრთხოება და ასე შემდგომ. რანაირი მოდელი შეიძლება არსებობს? აი სწორედ ეს არის საინტერესო, ხო, ზუსტად მანდ მივდივართ კი. ხო. აი ევროკავშირიდან თავის დროზე დიდი ბრიტანეთი გავიდა.
მაგრამ ეხლა ევროკავშირის თვითონ ევროკავშირის, იმიტომ ევროპაში სხვა ქვეყნებიც არიან, რომელიც ევროკავშირის წევრები არ არის. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა დღეს უაღრესად დიდია. ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ურთიერთობა ძალიან ღრმა არის და ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის კანცლერი თუ იტალიის პრემიერ-მინისტრი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობენ, რომ უკრაინა რუსეთის ომი ეს ევროპის ომია. ჩვენი ომია, უკვე გათავისებულია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე ის პრაგმატული პოლიტიკური ნიუანსები, რომელიც დღესდღეობით ტრიალებს, როგორი შეიძლება იყოს ახალი მოდელი, ერთ-ერთი მოდელი, ალგორითმი იმისა, ახალი ევროპა. დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირი პლუს დიდი ბრიტანეთი, ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან დღეს ევროკავშირში, მაგრამ ევროპის ნაწილია, გაერთიანება. ამის შემდგომ უკრაინა და ბელორუსი ყველა ვარიანტში. ალბათ მოლდოვა დაუბრუნდება რუმინეთს, როგორც ადრე იყო, ალბათ ვფიქრობ მე, ესეთი პროცესები მიმდინარეობს იქა. ეს ერთი ვარიანტი. ამის დამატება ეს არის სამხრეთ კავკასია. რატომ? შარშან ჯერ კიდევ, როდესაც პირველი, ასე ვთქვათ, კონცეფციის ელემენტები გამოჩნდა ევროპაში, რომ ევროპის უსაფრთხოება როგორი უნდა იყოს და იქ ითქვა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპის უსაფრთხოება პრაქტიკულად შეუძლებელია და იქ ნახეთ ძალიან ისეთი ტერმინი იქნა გამოყენებული შარშან. შავი ზღვის მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია. სიტყვა საქართველოს საერთოდ არ არის ნახსენები, მაგრამ ალაპარაკია გეოგრაფიულ ტერიტორიას. შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით მიბმულია ერთმანეთთან. სამხრეთ კავკასია უპირველეს ყოვლისა საქართველო და სომხეთი. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი მიილტვის და ისწრაფვის ევროპისაკენ და მან ფაშინიანმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა და ცალსახარო ის არ გაჩერდება ერთ ადგილას და ისევ დაიწყებს ევროპისკენ სვლას. ძალიან საინტერესო რა არის? ბოლო პერიოდის, ასე ვთქვათ, ურთიერთობები თურქეთსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის. იგივე ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუ მანამდე 25 თუ 28 წელიწადია, როდესაც თურქეთი ითხოვდა ევროკავშირში შესვლას და უპირველეს ყოვლისა ეს ამერიკის შეერთებული ყველა ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთ მოთხოვნა იყო, რომ არ მიეღოთ. მეორე ეს იყო ევროპის ზოგი სახელმწიფოების კატეგორიული მოთხოვნა, რომ თურქეთი არ მიეღოთ ევროკავშირში, როგორც ეკონომიკურ გაერთიანებაში. ეხლა დგას აბსოლუტურად სხვა საკითხი. თურქეთი ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. აზერბაიჯანი იმ შემთხვევაში წამოვა, აქეთ თუ თურქეთი განსაკუთრებული სტატუსით იქნება ევროკავშირში, ევროპასთან ურთიერთობაში. ის ევრაზიული ქვეყანაა, როგორც ევროპულია, ისე აზიური ქვეყანა არის და რატომ არის უსაფრთხოების თვალსაზრისით თურქეთი ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო? დავიწყოთ იქიდან, რომ ნატოს მასშტაბით თურქეთს ყავს ყველაზე მსხვილი მეორე დონის შეერაღებული ძალები. თერმობირთვული იარაღი არა გასაგებია. მაგრამ ის გამობრძმედილი და გამოწვნილია და ძალიან სერიოზული შეერაღებული ძალები ყავს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ჰაბს აზიიდან ევროპაში, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო, ისე სახმელეთო გადაზვიდვების, ტვირთბრუნვების ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი გადის თურქეთში. ირანის ომის დაწყებიდან სულ რა ერთ თვეში საუდის არაბეთმა ჩვენ ვიცით, რომ ის ძველი მილსადენი, რომელიც პრაქტიკულად არ მოქმედებდა, აღადგინა უკვე და ერთ დღეღამეში 7 მილიონ ბარელ ნავთობს უკვე ესე ქაჩავს იმისკენ რა ხმელთაშუა ზღვისკენ და იმისი განშტოებას აპირებს, რომ თურქეთმა აიღოს პასუხისმგებლობა
კიდე ამის გატარებაზე და ისე წავიდეს მოდი მე ერთი ექსპერტაშუაში და რომ მას აქვთ რა ქვია ბოდიში რომ გაგაწყვეტინე მაგრამ მე მინდა რომ უფრო დავკონკრეტდეთ რა იმიტომ რომ აი მასალაში რომელიც მე მომეცა შესაძლებლობა რომ გავსვენებელი ყავი და წამეკითხა ძალიან კარგად არის ჩამოთვლილი მთელი ეს ფაქტორები რა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მარცხდება უკრაინაში ანუ აი ამ ალგორითმზე საუბრობთ და უსაფრთხოების ევროპული უსაფრთხოების ახალ კონტექსტში. მაგაზე მინდოდა გადაჭრა. ანუ ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის. მე მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ალგორითმი შესაძლებელია გათამაშდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში. ეს არის რუსეთის მარცხი. უკრაინის ომში. რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება? ფიზიკური გაგებით, პოლიტიკური გაგებით, პრაქტიკული გაგებით, რას ვუწოდებთ ჩვენ მარცხს? უპირველეს ყოვლისა მარცხი ეს არის მიზნების ვერ მიღწევა. ერთ-ერთი აი ვარიანტი მარცხისა ეს არის რა უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად მოახერხოს და გავიდეს იმ 1991 წლის საზღვარს. წელს იქნება გაისათქმება, გავიდეს იმ საზღვარს. იმის იქით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს. მიზნის ვერ მიღწევა რას აკეთებს რუსეთში? პირველი მილიონიანი არმია, საკონტრაქტო არმია ბრუნდება უკან, უხელფასოდ, სოციალურად დაუცველი და ავღანეთის სინდრომი ეყრება და ამაზე ლაპარაკიც არ არის, უკვე არსებობს ეს ავღანეთის სინდრომი რუსეთში. მაშინ ავღანეთის ომის დროს, საბჭოთა დროს 150,000 იყო ეს ჯარისკაცების რაოდენობა, ეხლა არის 800,000-დან მილიონამდე. რა თქმა უნდა დაიწყება სარჩოს მოპოვების უკანონო გზები და ეს იქნება სრული საშინელება. სავარძლის გადატრიალება, რასაც ქვია, ანუ კრემლის გადატრიალება, იქ რუსეთში სოციალური ბუნტები, მე სრულად გამოვრიცხავ ამას, მაგრამ შიგნით ყველა ნიშანი არსებობს, რომ კრემლის გადატრიალებები მოხდეს. მესამე ფაქტორი, ეკონომიკური ფაქტორი, მხოლოდ სამხედრო მრეწველობაა დღეს რუსეთში და მეტ-ნაკლებად რაღაც გარკვეული დოზით შემცირებული 9.5 და 60% შემცირებული ნავთობის და გაზის გაყიდვები. როდესაც ომი შეჩერდება, საომარი მოქმედებები, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მინიმუმზე უნდა დავიდეს, ვის რაღაცი ჭირდება ყველაფერი. სხვა დარგები ეკონომიკის აბსოლუტურად ნულია დღეს და მისი აღდგენა გარე ჩარევების, ფინანსური და ტექნოლოგიური ჩარევების გარეშე შეუძლებელი, გამორიცხული. მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის ფორმაცია, როგორც აი რა ფორმატიცაც დღეს რუსეთი არსებობს. შექმნილი 500 წლის წინანდელი მოყოლებული. ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ მარცხმა გამოიწვიოს დეზინტეგრაციული პროცესიც? რა თქმა უნდა, აბარა, რა თქმა უნდა. შენ ნახე რა ხდება, გიორგი. ლატვიის დაზვერვის სამსახურმა რა დოკუმენტებიც დადო, ეხლა სულ 2-3 დღეა. ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა რა დოკუმენტებიც დადო. ევროპელები რასაც ამბობენ, რუსეთი აპირებს ლატვიაზე და 95%-ზე გაიყვანეს ამ დოკუმენტების მიხედვით ლატვიაზე თავდასხმის ალბათობა. ლოგიკა არის ძალიან ლოგიკურია, ანუ კრემლის თვალიდან დანახული. უკრაინაში მარცხდება სერიოზულად მარცხდება. ბოლო 2 თვეა არანაირი წისვლა არ აქვს, ბოლო 2 თვეა და ახალმა ტექნოლოგიებმა უკრაინულმა ტექნოლოგიებმა საერთოდ გააგიჟა რუსეთი. მას ჭირდება საკუთარი საზოგადოებისთვის შეტევა. იქ თუ აგებ უკრაინაში, მე სადღაც გამარჯვება უნდა მივიღო, ეს პუტინის პოლიტიკა არის, სადღაც მცირედი და ბალტიის ქვეყნები მისთვის ეს არის ესეთი ლუკმა, სადაც შეიძლება გამარჯვება აჩვენოს საკუთარ საზოგადოებას. ძალიან მეჭვება, რომ იქაც რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ უკრაინიდან გამოდის, მან ეს მილიონიანი არმია რა უნდა ქნას? ან უნდა გაუშვას ბალტიისპირეთზე და აომოსიკა, რომ დაკავებული ყავდეს, ან უნდა გაუშვეს აზიაში, ყაზახეთში, რაც პირდაპირ ჩინურ ინტერესებს უნდა დაეჯახოს, ან უნდა გამოუშვას სამხრეთ კავკასიას. თუ არადა, თუ ამ მილიონიან არმიას უკან დააბრუნდეს უფულოდ სოციალური უზრუნველყოფის გარეშე, ამის ფული აღარ აქვს.
პირველი კვარტალი დაამთავრეს 3,8 ტრილიონი რუბლის დეფიციტით, ეს ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრობანკმა. როდესაც წლიური დეფიციტი გაწერილი ჰქონდათ 4 ტრილიონ 300 მილიარდს. ერთმა კვარტალმა თითქმის შეასრულა ეს ყველაფერი. ამიტომ ვამბობ, ევროპის ახალი არქიტექტურა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდგომ, მოსამზადებელი სამუშაო მანამდე, მაგრამ მას შემდგომ, როდესაც რუსეთი ვეღარ მიაღწევს საკუთარ მიზნებს და შიგნით დაიწყება უდიდესი პრობლემები. მხოლოდ ამ შემთხვევაში. და მეორე დაშვებაც ესეთია რა. ნახე 1991 წლამდე ჩვენ კლასიკური მაგალითი გვაქვს. საბჭოთა და სოციალისტური სამყარო ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა 70-იან წლები განსაკუთრებით. იქ რა ხდებოდა იმ დასავლურ სამყაროში? ამერიკაში ჯიმი კარტერი პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის კალახანი. საფრანგეთის პრეზიდენტი ვალერი ჟესკარ დესტენი. გერმანიის კანცლერი შოლცი. ძალიან სუსტი, გათითოკაცებული კვარტეტი დასავლური სამყაროსი და საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. მაშინ მთელი დასავლეთი რამაც პრაქტიკულად სტიმული მისცა საბჭოთა კავშირს ავღანეთში შესულიყო, რომ სუსტია დასავლეთი და წინააღმდეგობა არ იქნება. მაგრამ 1991 წლიდან რა მოხდა? მოვიდა რეიგანი, დიდ ბრიტანეთში მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი, საფრანგეთში მოვიდა მიტერანი, გერმანიაში კოლი და ამ კვარტეტმა გუნდური მუშაობის უმაღლესი ოსტატობა აჩვენეს და მათი ნამოქმედარი შედეგი ჩვენ დავინახეთ მერე თავიდან ბოლომდე. დღესაც ევროპაში თუ ესეთი ცვლილებები არ მოხდა, ახლა მე პირადად ჩემ პირადი მოსაზრებაა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი. ზელენსკი ერთ-ერთი არქიტექტორი გახდება. რა იქნება მშვიდობის პერიოდში, კაცვირმა არ იცის. ჩერჩილმა ომი მოიგო, მაგრამ ომის მერე აღარ მასნეს აირჩიეს და მართალიაო და სწორიაო. ჩერჩილმა თქვა, რომ ომის მინისტრი, მშვიდობის მინისტრი ვერ გახდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს არქიტექტურა შეიქმნას. კითხვა მაქვს ეგეთი, ანუ თუ რუსეთი მარცხდება, ანუ ვერ გადის და ვერ აღწევს თავის იმ პირვანდელ მიზნებს, ბრუნდება უკან პირობითად, ანუ რახან მარცხდება, ანუ რახან ამ მაგალითს ვიღებ, როგორი არის მაგალითად სად არის საქართველო, სად არის შავი ზღვა ზოგადად და აი ამ ახალ არქიტექტურაში უსაფრთხოების საერთოდ როგორ ყალიბდება ეს ქოლგა? მე ვახსენე, რომ შარშან, როდესაც პირველად დაიწყო ამ თემაზე საუბარი ევროპაში და კონცეფციის, ახალი არქიტექტურის კონცეფციის პირველ ელემენტებზე დაიწყეს საუბარი, შავი ზღვა და მისი მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია განიხილება როგორც ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილად. განუყოფელი ნაწილი. ანუ შეიძლება ბოდიში ამ ესეთი ცუდი გამოთქმის, მაგრამ ამერიკა სულ არ აინტერესებდეს სამხრეთ კავკასია, სიტყვაზე ვამბობ. მაგრამ ევროპისთვის ეს არის განუყოფელი ნაწილი, მომავალი უსაფრთხოებისთვის, მომავალი ქოლგისთვის, მომავალი არქიტექტურისთვის. რატო? რიცხვებს უნდა შევხედოთ რა. ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 29.5 ტრილიონი დოლარი. ჩინეთის 20 ტრილიონი დოლარი. თუ ევროპის ქვეყნებს დიდ ბრიტანეთთან ერთად და თურქეთთან ერთად და უკრაინასთან ერთად და ამასთან ერთად, რა ვქო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად დავიღებ 27-28 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი გამოვა. ევროპას სჭირდება სივრცე, ევროპას სჭირდება მოსახლეობა, ევროპას სჭირდება ეკონომიკა. რომ ის ვერ იქნება, რა თქმა უნდა, გლობალური პოლუსი, მაგრამ ამ ბიპოლარულ სამყაროში, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, პრაქტიკულად რუსეთი გასულია უკვე მომსახურების ზონიდან,
ამ ორ სახელმწიფოსთან ორივეს ყველაზე დიდი სავაჭრო ურთიერთობებია, წლიური ბრუნვა ამერიკასთანაც და $1.840 მილიარდის წლიური ბრუნვა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებთან. კინაღამ 1 ტრილიონი წლიური ბრუნვა ჩინეთთან. იქით ინდოეთთან სადღაც კიდე 140 თუ 180 მილიარდი დოლარის წლის ბრუნვა არის წლიური. ევროპა არ იქნება პოლუსი, მაგრამ ვის გვერდითაც პრიორიტეტულად იქნება, ის იქნება სახელმწიფოში, დედამიწის ნომერ პირველი სახელმწიფო. გასაგებია, რომ ჯორჯ მარშალის გეგმა, რომელიც 1947 წელს იქნა წარმოდგენილი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო, ომის შემდგომი პერიოდის გეგმა ევროპის განვითარებისა წარმოადგინა ამის საფუძველზე შეიქმნა როგორც ნატო, ის ევროკავშირი და ასე შემდგომ ასე აღარ იქნება ეს გეგმა, ამ გეგმის მიხედვით ამერიკისა და ევროპის ურთიერთობა, მაგრამ ეს დასავლური ცივილიზაცია, გიორგი. იგივე ქრისტიანული ცივილიზაცია და იგივე ღვინის ცივილიზაცია. მოდი, ეს სამი ტერმინი მე სულ ამას ვამბობ ხოლმე. დასავლური ცივილიზაცია პირდაპირ აისახება როგორც ქრისტიანული ცივილიზაცია და როგორც ღვინის ცივილიზაცია. მაინც ერთად იქნებიან, თუმცა ტრამპმა მოახერხა ის, რომ საკუთარი მეორე კადენციის 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული პარტნიორი თუ მეგობარი სახელმწიფო მოიმდურა და აღარავინ ისრაელიც კი აღარ დარჩა, იმიტომ რომ ისრაელსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის ბოლო 1 კვირაა უკვე აგერ ირანის საკითხებზე ისეთი დიდი ისა აქვს, რა ქვია, დაკა აქვს ერთმანეთში, რომ რით დამთავრდება კაციშვილმა არ იცის რა. ევროპას სჭირდება ადამიანების რაოდენობა და თუ ეს მე რაც ჩამოვთვალე ეხლა ეს სივრცე შეიქმნა, იქნება 760 მილიონი ადამიანი. Თლიანად ეს იქნება 27-28 ტრილიონი დოლარი თლიანი შიდა პროდუქტი, ანუ MშΠ, 1,5 მილიონზე მეტი არმია უკრაინის გარეშე. უკრაინის არმია შეიძლება დაემატოს და 2,5 მილიონს გახდეს. ნუ უკრაინულად იქნება ძირითადი, უკრაინას ექნება ალბათ ძირითადი უკრაინის დანიშნულება და ფუნქცია რა, პირველი ეს არის ყველაზე ძლიერ მომზადებული შეერაღებული ძალები. მე რა კი არ ვამბობ, რომ ყველაზე ძლიერი მსოფლიოში, მაგრამ ძლიერ მომზადებული რა ამოცანებიც მას აქვს დასახული, ის ამოცანებს ასრულებს 500-ს. შეერაღებული ძალე, ანუ სამხედრო უსაფრთხოების მდგენელი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რა. შავმიწიანი ნიადაგის 60% ევროპის მასშტაბით მოდის უკრაინას და ბელორუსთან ერთად ეს არის კინაღამ 80% შავმიწიანი ნიადაგი. ეს როგორი რამეა, იცი, მომავალი მსოფლიოსთვის, სადაც საკვების პრობლემები და სასმელი წყლის პრობლემები გარდაუოლად იქნება, ევროპისთვის ეს არის საგანძური. ამავდროულად კრიტიკული მეტალების ერთი დიდი ნაწილი უკრაინაში. აი მე რას გავიგე, უნდა კითხო ბელორუსზეც, ანუ რუსეთის მარცხის შემთხვევაში ლუკაშენკოს რეჟიმი უბრალოდ ჩამოიგ დომინოს ეფექტი ეკეთება. რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში ყველა ვარიანტში მთავრდება ეს ყველაფერი რა. ყველა ვარიანტში მთავრდება ეს ყველაფერი. ბელორუსიც და ამ შემთხვევაში საქართველოს, ბელორუსის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას დგას მხოლოდ იმაზე, რომ ჯერჯერობით მოსკოვი არის ესეთი, პუტინი არის ესეთი. სხვა აქ არანაირი საყრდენი არც ბელორუსში ლუკაშენკოს სინამდვილეში და არც საქართველოში ივანიშვილს ეს არ აქვს. მოსკოვის ფაქტორი. ირანს, აი, ძალიან სამწუხარო და საუბედუროა, რომ დონალდ ტრამპმა ისე და ბენიამინ ნათანიაჰუმ ისე წამოიწყეს ირანთან ეს მასშტაბური ომი და ეს ოპერაცია, ნუ პუტინივით სპეციალური ოპერაცია და არა ომი, რომ საერთოდ აშკარად გამოჩნდა, რომ არანაირი გათვლა სერიოზული არ ქონდათ. პირდაპირ გამოჩნდა, რა, აი, ყველაზე დაბალი დონის სამხედრო პოლიტიკური სპეციალისტისთვისაც კი თვალში საცემია, რომ სინამდვილეში გათვლები არ იყო. აი დაშვებები, რა თქმა უნდა, მე რასაც წერ, ხო, აუ ეს როგორი, არა, დაშვებები ასეთი, ეს ალგორითმია, ერთ-ერთი მოდელი,
ერთ-ერთი მოდელი, როგორი შეიძლება იყოს ახალი ევროპა. იმ შემთხვევაში, ბოდიში კიდე გადავ, იმ შემთხვევაში თუ კი ანუ მეორე ვარიანტი განვიხილოთ. თუ კი მაგალითად რუსეთი ურტყავს ნატოს წევრ ქვეყანას, ბალტიისპირეთს. ბალტიისპირეთის ერთ-ერთი. მაგ შემთხვევაში როგორ მუშაობს ეს გათვლა? არა, ეს აშკარად როგორ ჩანს, ხო გეუბნები 95%-ზე გაიყვანეს ალბათობა და მზადება ამისი მიდის. იქ ჯარების გადასროლაც მიდის რუსების მხრიდან, ლატვიის საზღვართან ეს ყველაფერი. როგორ ჩანს ეს ძალიან ის არის, დიდი ალბათობა არის. ნუ გასაგებია, რომ ევროპის სახელმწიფოები ჩაერთვებიან ყველა ვარიანტში. ამერიკა იქ არ მივა, ანუ ნატოს მეხუთე პუნქტი არ იმუშავებს, ელემენტარულად ამერიკის შეერთებული შტატები იტყვის უარს, მაგრამ იმუშავებს ევროპის ქვეყნების მხრიდან. და მე ვფიქრობ, ეს იქნება ფინეთი აუცილებლად ყველა ვარიანტი ფინეთი, ეს იქნება ნორვეგია, რომელიც საჰაერო ძალები საკმაოდ სერიოზული აქვს, სერიოზული ყავს, და ეს იქნება გერმანია და პოლონეთი აუცილებლად ყველა ვარიანტში ესე იქნება. ხო გეუბნები, პუტინს სჭირდება უკრაინაში ძალიან წარუმატებელი ეს ყველაფერი. ჩვენ როცა ვხედავთ ამ რუსულ არხებს, მათ იმას რა ქვია, პროპაგანდისტებს უსმენთ, მათ ბლოგერებს, ინსაიდერებს, ოფიციალურ პირებს როცა უსმენთ, ჩვენ ვხედავთ როგორ პანიკაში არიან ჩავარდნილები და იზახიან რომ всё არა, ჩვენ უკვე всё გამარჯვების შანსი აღარ აქვს. საზოგადოებას უნდა აჩვენონ და აჩუქონ რაიმე ესეთი გამარჯვება. ეს წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა, ზუსტად ესეთი მომენტია მათ. მათ ჭირდებათ რომ სადღაც გამარჯვებას მიაღწიონ. უკრაინაში თუ არა, აი ნახე ბალტიისპირეთში რა ვქენ. მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს არის აი როგორ იცი, ცუქცვანგში ჩავარდნილი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ნაბინს რა ვქენ, სვლა რო გააკეთოს, ყველა წამგებიან. ეს ცუქცვანგი. ყველა ვარიანტი ცუქცვანგი. უკრაინამ მოახერხა საოცარი რაღაც. 4 წლის ომის განმავლობაში მან საკუთარი იარაღის უკვე 70% დაიწყო თვითონ მოპოვება, თვითონ წარმოება და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი, ახალი ციფრული ტექნოლოგიები, შერწყმა და უპილოტო საფრენი აპარატები, წყალზე და წყალქვეშა სახმელეთო უპილოტო აპარატების, ნუ არ ვიცი, სრულიად არმადა შექმნა და რაც თავარია, სრულიად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი სამხედროების და კოლეჯების და აკადემიების დიდი ნაწილი და ისევე როგორც ევროპაში უკვე ცდილობენ რომ აქედან უკრაინიდან წაიყვანონ იქ სპეციალისტები და ასწავლონ ახალი ტაქტიკა და სტრატეგია. ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა ეს უკვე. აღმოსავლეთში 12-მდე სახელმწიფოსთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება და ერთი 10 სახელმწიფო კიდე რიგში დგას. იაპონიამ სულ რაღაც წინა კვირაში მოაწერა ხელი უკრაინასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას და თან იაპონია თხოვს რომ ტექნოლოგიას მოყვიდე რომ ჩვენ დავიწყოთ აქ წარმოება. ისე რომ აი საოცარი რაღაცა შექმნეს რა უკრაინელები და ცალსახად ჩანს რომ რუსეთი იქ ვეღარ იგებს. მას ჭირდება გამარჯვება. ჩვენ ვართ აქ ძალიან მოწყვლადი. თუ ბალტიას დაარტყავს კიდე სადღაც აი ყაზახეთს ვერ დაარტყავს. იმიტომ ჩინეთს უნდა გამოვიცხადოს ომი. ყაზახეთი თავიდან ბოლომდე ჩინეთის ფარველობის ქვეშ არის და გამორიცხულია რომ წავიდეს ყაზახეთს. მას შევა სამხრეთ კავკასია. ბალტიისპირეთს ვერ დაარტყავს, ახლა ნატოს წევრი არის ახლა, მაგ ხელა რისკზე მიუხედავად იმისა, რომ ნატო არ არის ძალიან ძლიერი ახლა, ან შესაძლოა არ გამოიყურებოდეს ესე პირდაპირ დარტყმა, არ მგონია, რომ ნუ თუმცა ალბათობა არსებობს, მაგრამ მაინც არ მგონია. მე რას ვამბობ, იცი რომ მათი ლატვიის, ნორვეგიის, გერმანიის და აი ამ სადაზვერო სამსახურებმა დადეს დოკუმენტები, სულ რამდენიმე დღეა რაც ის გამოჩნდა ახლა ნაში რა ქვია, სივრცეებში. მე სოციალურ მედია სივრცეში რომ 95%-ზე აიყვანეს ალბათობა. შეიძლება სიტყვაზე ვამბობ ეს გაბერილიც იყოს რომ უფრო მეტად აჩვენონ
მან რა ქვია ევროპას სხვა ქვეყნებს ეგერე საფრანგეთს, იქით იტალიას, იქით ესპანეთს რომ ისინი მოშორებით არიან გაიგე და თითქოს ხო, რომ გამოფხიზლდნენ. ჩვენ დაგვჭა ხო, ცოტა ეს დრო და უნდა გკითხო, ანუ უფრო მეტი ალბათობა იზრდება თუ არა, ან არსებობს თუ არა, ბევრჯერ ახსენე, შენ სამხრეთ კავკასია. თან მით უმეტეს კი. სომხეთში არჩევნები ახლოვდება, იქ სხვანაირად იცვლება ეს ყველაფერი, ტრიპია, ნუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ძალიან მოკლედ, რა საფრთხის წინაშე შესაძლოა დავდგეთ და რამდენხნიანი შეიძლება იყოს შკალაზე აი ეს საფრთხე? ჩვენ თუ ამ ევროპულ არქიტექტურაში ვერ მოხვდით და არ ვიცი რატო არ უნდა მოხვდეთ, მაშინ საქართველოს როგორც სახელმწიფოს საკითხი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. აღმოსავლურ სამყაროში, არაქრისტიანულ სამყაროში ქართული სახელმწიფოს ფუნქცია, მისია და ამოცანები არ არსებობს. ელემენტარულად არ არსებობს. და დასავლურ ახალ არქიტექტურაში, ევროპულ არქიტექტურაში რა მისია და ამოცანა აქვს საქართველოს უმნიშვნელოვანესი. ეს არის ჩინეთის გეოპოლიტიკური პროექტი ერთი გზა ერთი სარტყელის ფარგლებში შავ ზღვაში არ შემოვიდეს და მერე პერსპექტივაში ხმელთაშუა ზღვაში არ გავიდეს და საკუთარი ბაზები არ შექმნას. ანაკლიის პორტი ეს ერთი მცდელობა იყო. მერე ეს არის სამხრეთ კავკასია, ეს არის კორიდორი, სამხრეთული კორიდორი დღეს, რომელიც ყველაზე ასეთი მნიშვნელოვანია ენერგორესურსების გატარებისთვის, საჰაერო მისი, რა ქვია, გატარებისთვის, საჰაერო თვითმფრინავების, საჰაერო ლაინერების გზებისთვის. უდიდეს მერე იქით ინდომიდან, რა ქვია, პაკისტანიდან და ავღანეთიდან, აქეთ არაბული ქვეყნებიდან, სამხრეთ კავკასიაზე გამავალი და ევროპაში შემავალი რადიკალური მარგინალური ისლამის შემაკავებელი ზღუდე. ძალიან ბევრი ფუნქციის და მისიის მატარებელი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ურთიერთობის შემაკავებელი ბარიერი, სახმელეთო კავშირები რო არ გქონდეს. ანუ რუსეთი ირანთან უპირდაპირ საკომუნიკაციო ქსელი რო არ არსებობდეს. რუსეთის და არაბულ სამყაროსთან პირდაპირ საკომუნიკაციო ქსელი არ არსებობდეს პირდაპირ. ბარიერები უდიდესი ფუნქციის და მისიის მატარებელი. ამიტომ იქ შარშანაც და წელსაც ამიტომ წერენ, რატომ სიტყვა საქართველოს არ ახსენებენ ამ სომხეთს. არ ვიცი, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მიმდებარე, შავი ზღვის სამხრეთ კავკასიის მიმდებარე ტერიტორია. როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, გეოგრაფიული. მე მესმის გეოპოლიტიკაში როგორ არის, ხო იცით იერარქია. პირველად ტერიტორია არის მნიშვნელოვანი და მერე იწყება სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე განლაგებული. მერე არის მთავრობები, მერე არის ეკონომიკა, მერე არის საზოგადოება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ესეთი იერარქიული საფეხურები ესეთნაირად კეთდება. თუ ჩვენ ვერ მოხვდით იმ ახალ არქიტექტურაში, სივრცეში, საქართველოს სახელმწიფოს ბედი, ნუ აი როგორ გითხრა, მის სახელმწიფოების დაკარგვის ალბათობა სკალაში 0-დან 1-მდე რო კოეფიციენტი რო ავიღოთ 0,8-0,9 შეიძლება იყოს. ჩვენი სახელმწიფო არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა და ბოლო 5 წუთი დაგვრჩა ჩვენ ახლა სასაუბრო და ამ 5 წუთში მოდი რომ შევაჯამოთ. ეს ნაშრომი გამოქვეყნდება ძალიან მალე, ყველას გირჩევთ რომ გაეცნოთ, იმიტომ ძალიან საინტერესო მონაცემებია და მათ შორის ცხადია ეკონომიკური, იმიტომ რომ დიდ ფინანსურ პროექტებს მოაქვს უსაფრთხოებაც და მეტი სტაბილურობაც შესაბამისად და ეს ყველაფერი გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან და მაშ ასე ბოლო კითხვა რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, როგორი პერსპექტივა გვაქვს უახლოეს პერიოდში, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილს. გიორგი, პირდაპირ ვართ დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. რამდენაცაც უკრაინა არის წარმატებული და სუსტდება რუსეთი, იმდენაც სახელმწიფოში პრიორიტეტები შეიცვლება. დღეს ხელისუფლება, ნუ ახლა ჩვენ ხედავთ რაც ხდება, თავიდან ბოლომდე რუსული ჩექმის ქვეშ ვჯდებით, თავიდან ბოლომდე. გაზი ჩავანაცვლეთ, ძვირი გაზი ვიყიდეთ რუსეთისგან და
გუშინ ზახაროვым შემოგვითვალა, რომ აბა ერთი გაბედეთ და გაიხედეთ ევროკავშირისათვის, ეგრევე შეგიწყვიტავთ გას. ენერგეტიკულად ჯდები თავიდან ბოლომდე რუსეთზე, ეკონომიკურად ჯდები თავიდან ბოლომდე რუსეთზე, საჰაერო, ასე თქვათ, ტრასა სამხრეთ კავკასიისა გუშინდელი დღიდან ჩავკეტეთ და ესეც დავკარგეთ. გასამაგებული ფასების გამო სამხრეთ კორიდორი სახმელეთო გადაზიდვები, ლაპარაკი არის საგზაო გადაზიდვებზე, მინიმუმზე დადის. ნუ ამ კაცს უნდა რომ ეს რაღაცა პატარა ბოსტანი გაიკეთოს თავისთვის, სადაც არ უნდა ჩავიდეს არავინ რა. და საბოლოო ჯამში რუსეთი სიტყვაზე რომ წამოვიდეს იმ იმედით, რომ აი ერთი რაღაცა მაინც დავიკავოთ, შენ თუ გახსოვს 2 და 3 თვის წინათ თვითონ დუგინიც და რუსი პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ერთადერთი წარმატებული პროექტი გვაქვს საქართველოში და ეს გამარჯვება ჩვენ კბილებით უნდა დავიცვათ. ამას ხმამაღლა ლაპარაკობენ ტელევიზიით. კბილებით ბოლომდე დავიცვათ, ერთადერთი წარმატებული პროექტი ეს არის საქართველოს, რომელიც ჩვენია. თუ ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ევროპას, დასავლურ სამყაროს, ვერ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ სიცოცხლის უნარიანი, ახლა იმაზე კი არ არის ლაპარაკი მთავრობაზე და იმაზე. პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას თავიდან ბოლომდე. მე თუ არ მინდა ის, რასაც მე ვლაპარაკობ ახლა ევროპულ უსაფრთხოებაში ყოფნა, შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ხელის განძრევა არ მინდოდეს, ან არ შემეძლოს. თუ მე არა ვარ სიცოცხლის უნარიანი, მაშინ ჩემთან არავინ არ მოვა. საზოგადოება ყველაფერზე პასუხისმგებელი, თავიდან ბოლომდე. სიცოცხლის უნარიანობაზე პასუხისმგებელი არის საზოგადოება. ესე არ არის რა, რომ ეს მე არ მეხება და რაღაცა. გეხება კი არა, იმდენად მწარად გეხება, შენ შვილებს ყველა სახელმწიფოს ეხება. სახელმწიფოს ეხება. თუ რუსეთი შემოვიდა დაუშვა თეორიული ვარიანტი საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება ზუსტად ერთი პრაქტიკული ნაბიჯის იქნება. და მათ საკუთარ გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ამოცანებში ამას არც მალავენ, კაცო, პირდაპირ უწერიათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, ის უნდა იყოს რუსეთის იმპერიის შემადგენელი ერთი ნაწილი. ჩვენ აღმოსავლურ სამყაროში სახელმწიფო არ ვიქნებით. იმიტომ რომ არც ფუნქცია გვექნება, როგორც სახელმწიფოსი, არც ამოცანა გვექნება, არც მისია გვექნება. ქრისტიანული ქვეყანა, სახელმწიფო, ქვეყანა დარჩება როგორც გეოგრაფიული, ასე თქვათ, ობიექტი, მაგრამ პოლიტიკური სუბიექტი, სახელმწიფო აღარ იარსებობს. ფუნქციის, ამოცანის და მისიის გარეშე. დიდი მადლობა. საკმაოდ მძიმე შეფასება იყო, მაგრამ ნუ რეალობას უნდა გაუსწოროთ ყველა მთვალი. გიორგი, მე ბოდიში ერთი წუთით ეს ჩემი ნაშრომი ჯერ გამოვა, ჩემთანაც დაიბეჭდება სოციალურ მაზე გვერდზე და სხვაგანაც დაიბეჭდება. როგორც პუბლიცისტური ნაშრომი საზოგადოებისთვის გასაგები რო იყო და ამის შემდგომ უკვე აკადემიურ სტილში ეს გადაკეთება შემდგომ როგორც სამეცნიერო ნაშრომი სპეციალური, ასე თქვა, სპეციალისტებისთვის, სპეციალური მედიისთვის. მე ყველას ვურჩევ, რომ გაეცნოს ამ ნაშრომს და ჩვენც გამოვაქვეყნებთ, ასე თქვა, ჩვენ გვერდზე. თამას ძალიან დიდი მადლობა და დროებით.